46 კომპანიის 105 შვილისა და ბათუმში საკუთარი მინიქალაქის მფლობელი ბიზნესმენი გალიფ ოსტურკი სამშაბათს დააკავეს. ოსტურკს თურქეთში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და იქ წლებია ძებნილად იყო გამოცხადებული. Galip Öztürk metro turizmle işte ticaret, yaşananlar წლების წინ ბათუმში მინიქალაქის მშენებლობა მან ისე დაიწყო, რომ არც მიწის, არც მშენებლობის და მით უფრო არც ადგილობრივი მერიის არქიტექტურის სამსახურში არაფერი შეუთანხმებია. ოსტურკი დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში, ყალბი დოკუმენტების დამზადებაში, ტრაფიკინგსა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში იყო ეჭმიტანილი, ანუ ერთი შეხედვით მის დაკავებაში ახალი არაფერი უნდა ყოფილიყო, რომ არა თავად ფაქტი. ადამიანი, რომელსაც თურქეთში მკვლელობას ედავებოდნენ და საქართველოში ყველა მძიმე ბრალზე იყო ეჭმიტანილი, მოულოდნელად 7 გრამ კოკაინზე დაიჭირეს. ეს იყო აჭარაში ერთადერთი ბიზნესმენი, რომელსაც ყველაზე კარგად შეეძლო ნებისმიერი საკითხი დაელაგებინა. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩამოიყვანო აჭარაში ხელისუფლების თანხმობის გარეშე, ან მათი პირდაპირი ჩარევის გარეშე, ათასობით ჩინელი დაასაქმო და რაღაც გაურკვეველი საქმიანობა აწარმოო. როგორ წარმოგიდგენიათ ხალხს, რომელსაც აი მანსარდისამ ფანჯრის გამოჭრა შეუძლიათ მერიის სამსახურები ადგილზე მიადგებიან დღეს ოსტურკმა დასახლებები ააშენა ბათუმში აბსოლუტურად უკანონოდ. ეს არის ბევრი კითხვითი ნიშანი აქ, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ოსტურკს და ხელისუფლებას სულ სხვა პრობლემა და სულ სხვა კითხვითი ნიშნები ჰქონდა და გაუგებრობა ერთმანეთში. ბათუმში ოსტურკის მინი იმპერია ისე შენდებოდა, რომ მომკითხავი არავინ იყო. კორპუსებამდე იყო სასტუმროები, როცა ერთმანეთის მიყოლებით შეიძინა ჯერ ინტურისტი, შემდეგ ეიფორია, რომელიც თავის მხრივ 11 სასტუმროს აერთიანებდა, შემდეგ სკაი თაუერი და ბოლოს ბიზნეს ლეჯენდი. სასტუმროებმა ამ სახით მუშაობა დამსვენებლებისთვის შეაჩერეს და იქ ჩინელები შესახლდნენ, მაგრამ რა ხდებოდა შიგნით არავინ იცის. ყველაფერს, რასაც ოსტურკის ფასი ედებოდა, საიდუმლოდ ცხადდებოდა. თურქეთიდან სამუდამო პატიმრობას გამოქცეულს 2012 წელს უთხრეს, რომ მას არჩევნებზე მხოლოდ ტომრით ფული უნდა მიეტანა და დანარჩენი კი მისთვის ხსნილი იქნებოდა. ასე დაიწყო 2014 წლიდან ოსტურკის იმპერიის მშენებლობა ბათუმში. ღირსების ორდენი გადასცა ირაკლი ღარიბაშვილმა, ითვლებოდა, რომ პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარი ბიზნესმენი იყო. მასთან დაკავშირებით ქართულმა ოცნებამ არ იცოდა არასთქმა. ყოველთვის იყო კი. ბოლო პერიოდში ჩინურ პრესაში სულ უფრო ხშირად იწერებოდა სტატიები და მზადდებოდა სატელევიზიო სიუჟეტები, სადაც საუბარი იყო, რომ ეგრეთ წოდებული კოლცენტრებით გახშირდა ჩინეთის მოქალაქეების ძარცვა. საუბარი იყო 780 მილიონ დოლარზეც. ნახსენები იყო საქართველოც. ის რომ დღეს სქემერებისა და ფიშინგისთვის ბათუმი ახალი თავშესაფარია, სწორედ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა ნიკა გვარამიასთან ანონიმი. საერთაშორისო დონის გამოძიებები ტრაფიკინგთან დაკავშირებით, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, კოლცენტრებთან დაკავშირებით და ჩვენ ვიცით, რომ მის წინააღმდეგ არაერთი ბრალდებაც გაჟღერებულა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს დღეს სურვილი აქვს რეალურად ის ჩამოიშოროს თავისი, ასე ვთქვათ, შაუბნელი წარსულით და რეალურად მოახდინოს მისგან დისტანცირება. ოსტურკისთვის კანონი არ არსებობდა. ის თავად იყო კანონიცა და პროკურატურაც, მეფეცა და ქვეყანაც. მას შეეძლო აეშენებინა ქალაქის ცენტრში ახალი დასახლება, ისე რომ არავისთვის არაფერი ეკითხა. პირად სეიფში დაემალა 38 მოქალაქის პასპორტი და დაეტყვევებინა ადამიანები საკუთარი მიზნებისთვის. ბათუმის ცენტრში აეშენებინა თურქული სკოლა, ისე რომ სულ ფეხებზე დაეკიდა, რას იტყოდა აჭარის განათლების მინისტრი. სუროგაციით აეყვანა 105 შვილი და ასე დაუსრულებლად. მსგავსი პარადოქსული ისტორიების ჩამონათვალი დიდია და ამ უკანონობის გასაღები 10 წლის მანძილზე ქართულ ოცნებაში იდო. ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები ღიად საუბრობენ, რომ ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც გადაცხოვრდნენ საქართველოში, დაახლოებით მილიარდი დოლარის ზიანი მოუტანეს ჩინეთის ეკონომიკას. საუბარია ეგრეთ წოდებულ ფიშინგზე, საუბარია ონლაინ კაზინოებზე. ანუ გაუგებრობაა, ეს არის დიდი დომხალი, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ აჭარაში გალიფ ოსტურკთან მუდმივი თანამშრომლობით. გალიფ ოსტურკი იყო ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი. თავარი დამფინანსებელი, მართლა ტომრებით მიქონდა ლამის ქართული ოცნების შტაბში ფინანსებით, რომ მათზე ჰქონდა აქცენტი გაკეთებული. ის რაც არ ეპატიებოდა ჩვეულებრივ მოქალაქეს, ეპატიებოდა ოსტურკს. ამისთვის საჭირო იყო ერთი ვიზიტი პრემიერთან და იქ გაურკვეველ ფონდში ფულის გადარიცხვა.
ვერ გაიყვეს ის შავი ფული, რომელიც ტრიალებს მასობრივად და ცდება რეგიონალურ ჩარჩოს ან ეროვნულ ჩარჩოს ქვეყნის დონეზე. გადის საერთაშორისო ველზე, შემოყვანილია ჩინეთის სახელმწიფო თავისი შიდა სახელმწიფოებრივი და გარე სახელმწიფოებრივი ინტერესებით და მთავარი საკითხია ის, რომ რას ღებულობს აქედან ქვეყანა. არაფერს. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ოსტურქმა წერილი მისწერა ირაკლი კობახიძეს, სადაც ის წუხდა, რომ რიჟვაძესთან ვერ ახერხებდა საკუთარი ბიზნესის დაალაგებას და ხელოვნური ბარიერების მოგვარებას სწორედ ირაკლი კობახიძეს თხოვდა. წერილი, რომელიცაც გალიფ ოსტურკი უგზავნის საქართველოს, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების ლიდერს, ბატონ კობახიძეს, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი საერთოდ და ამ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს კობახიძის, ვორინკა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების სამართალი. მათ შეუძლიათ ყველაფერი გადაწყვეტოს. Şimdi Galip Öztürk'le ilgili bir gelişme var. თურქულ მედიაში ყოველდღიურად დიდი ადგილი ეთმობა ოსტურქის დაკავების საკითხს. მთავარ კითხვის ნიშანს, რომელსაც თურქული მხარე სვამს, ეს უცნაურად დიდი გირაოს თანხაა. თურქულ მედიას მიაჩნია, რომ მილიონი ლარი სრულიად საკმარისია გირაოს სანაცვლოდ, რომელიც ოსტურკმა შესთავაზა სასამართლოს. და ის, რომ მას უარი ეთქვა, ეს ბევრ კითხვას აჩენს, რომ შესაძლოა მომავალში ოსტურკს კიდევ უფრო დაუმძიმდეს ბრალი. 1 მილიონი ლარი არ არის იმ იანპოლაფერთან წონადი, რომ გირაო დაფიქსირებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტზე, რა თქმა უნდა არის. რა თქმა უნდა სასახად არის. მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესი. ადამიანი, რომელიც შავი ეკონომიკის, გადასახადების დამალვის, ტრეფიკინგის, ფიშინგის, თაღლითობის მრავალ საქმეს უკავშირდება, მათ შორის ამ უკანონო დაშენებული ქალაქები, ყველა ტიპის დარღვევები, ადამიანების სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლება, ბევრია, რამდენი 10 უმძიმესი საკითხი ჩამოთვალე, ხო? ეროვნულ უსაფრთხოებას რო ეხება, აქედან რამდენიმე მათ შორის. დაიჭირეს რის გამო? შევიდნენ და 6 გრამი კოკაინი ამოუყეს სახლიდან. რამდენიმე თვის წინ ანონიმი ჩვენთან ინტერვიუში ყვებოდა, რომ სწორედ სამთავრობო დონეზე გადაწყდა, რომ თბილისიდან ყველა ის თაღლითური კომპანია, რომელიც ფიშინგით იყო დაკავებული, ბათუმში გადასულიყო. სწორედ ამ პერიოდში დაიკეტა სასტუმროები და სახლები, რომელიც ოსტურკს ეკუთვნოდა და იქ გაურკვეველ საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დაიწყეს მუშაობა. სასტუმროების წინ კი ინტერნეტის გამაძლიერებელი ანზები გაჩნდა. ოსტურკის არადეკლარირებულმა შემოსავალმა კი ამ პერიოდში კოლოსალურად დაიწყო ზრდა. უკრაინაში ომი დაიწყო და ოლიგარქების თითოეული კავშირის შესწავლა არალეგალურ ბიზნესთან სოფლიოში გამადიდებელი შუშით დაიწყეს. ყოველდღე ფართოვდება სანქცირებული ოლიგარქების სიაც. ისრაელის, გერმანიის, შვედეთის საერთაშორისო საგამოძიებო უწყებები ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობენ ფიშინგისა და მოპარული ფულის კვალის დასადგენად საქართველოში. სწორედ ამ დროს ოსტურკი დააკავეს და მილიონი ლარის გირაოზეც უარი ეთქვა. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი მასთან დისტანცირებაა. დღეს აღარავის სურს, რომ მისი გვარი ინტერპოლის ზებნილის გვერდით ფიგურირებდეს.